სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ აღნიშნავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კრებას. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელ დღეს თავმოყრილია ყველა დღესასწაული, რაც ღვთისმშობელთანაა დაკავშირებული. კრება ნიშნავს მაგას, რომ ყველა ღვთისმშობლის დღესასწაული არის დღევანდელ დღეს შეკრებილი. დღეს ჩვენ აღნიშნავთ ძველი და ახალი აღთქმის წმინდანების ხსენებას. სწორედ აი ამ გაერთიანებამ ჩვენ მოგცა იმისი შესაძლებლობა, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ აღნიშნოთ ყოველთა ქართველთა ერთობის დღე. დღეს აი ყველა ქართველის ერთობის დღე არის. ამას საზეიმოდ ვერ აღნიშნავთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამას როგორც პოლიტიკური, ისე საეკლესიო ნებართვა სჭირდება და ჩვენ ეს უკვე დავიწყეთ და მომავალში უფრო დიდად აღინიშნება როგორც ძალიან დიდი დღესასწაული. განსაკუთრებით ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ დღეს სჭირდება ერთობა. დღეს დაყოფილია ქართველი ერი. დაყოფილი არის რამოდენიმე ნაწილად. ორ ნაწილად რო იყოს შეიძლება კიდე გაერთიანებაზე და განხილიანებაზე ადვილად ვისაუბროთ და შევძროთ, მაგრამ მრავალი წახნაგი აქვს ამ დაპირისპირებას. განსაკუთრებით პოლიტიკაში, პოლიტიკური დაპირისპირება. ვხედავთ ჩვენ რამდენი ჯგუფი არსებობს საქართველოში. ვერ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ გვჭირდება ერთობა, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება. გაერთიანება ეკლესიასთან, გაერთიანება ჩვენ სამშობლოსთან. დღეს ჩვენ უნდა ვეძიოთ, საიდან მომდინარეობს ეს დაპირისპირება. ის საფუძვლები და ის საწყისი უნდა ამოვკვეთოთ. ის სიძულვილის ენა, ის ერთმანერთის ლანძღვა, გინება არავის აღარ სიამოვნებს ეს ყველაფერი. ეს უკვე წარსულს უნდა ჩავაბაროთ. მოახლოებულია მეორედ მოსვლა. ამისი ნიშნები არის უკვე. ამან მაინც უნდა გამოგვაფხიზროს. ამან მოგცეს იმის საშუალება, რომ გავერთიანდეთ ღმერთის გარშემო განსაკუთრებით. რამე თუ ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს. ძალიან ბევრი ეშმაკეული ადამიანია უკვე საზოგადოებაში. ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, ქვებს არ ისვრის, მაგრამ ის ეშმაკის საქმეს აკეთებს. იმ სიძულვილის ენით, იმ დაპირისპირებით, იმ უსიყვარულობით. აი დღეს ხსენება არის სვიმონ მესმეტის. თქვენ წარმოიდგინეთ, ცხვარს მწყემსავდა ხოლმე. ერთხელ შევიდა ტაძარში და მოისმინა იქ, რომ საჭირო იყო ქორწილში